ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. თუმცა მიუხედავად ამისა, არანაკლებ ამბიციები გამაჩნია, არაფერი არ ჩამორჩება ქართული სტუდენტები ოქსფორდის, კემბრიჯის ან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებსაც. და მე მიმაჩნია, რომ ქართული ოცნების მთავარი პრობლემა არის ზუსტად იქ, რომ ქართველი ახალგაზრდები არიან საკმაოდ ამბიციურები და არიან თავისუფლებისკენ მიდრეკილები. მათ სურთ, რომ დაიმორჩილონ დამოუკიდებელი სტუდენტები, ის სტუდენტები, რომლებიც აზრობენ დამოუკიდებლად და ის სტუდენტები, რომლებიც თვლიან, რომ ისინი სწავლობენ ევროპულ უნივერსიტეტში და ცხოვრობენ ევროპულ ქვეყანაში. ესაა ზუსტად ამ რეფორმის მთავარი მიზანი. მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივმართო ლექტორებს, პროფესორებს, როცა ქართულმა ოცნებამ დააინიციირა რუსული კანონი და ჩვენ პირველად ვცადეთ უნივერსიტეტებში ახალგაზრდებისთვის მივეწოდებინა ჩვენი ხმა და წარმოვიწყოთ ძლიერი სტუდენტური მოძრაობა. რატომღაც გასაგებია, მაგრამ იყო ასეთი მიდგომა, რომ აკადემიურ სივრცეში პოლიტიკის ადგილი არ არის, რომ აკადემიურ სივრცეში პარტიული პოლიტიკის ადგილი არ არის. გავიდა ერთი წელი და ვხედავთ, რომ აკადემიურ სივრცეებში შეაღწია პოლიტიკამ და შეაღწია საკმაოდ მტკივნეულად. გუშინ წინ მივიღეთ რეალობა, რომ საქართველოს 104 წლიანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტი 5 წუთიან ბრიფინგში გამოუქმეს და დახურეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი უნივერსიტეტი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, შემდეგი უნივერსიტეტი იქნება საქართველოს უნივერსიტეტი UG. ნუ ფიქრობთ, რომ კერძო უნივერსიტეტებს არ მიადგებიან. ჩვენ ამ ხალხმა კონსტიტუცია გადაგვახია თავზე. კერძო იქნება თუ სახელმწიფო, მათთვის დაბრკოლება არაა ნამდვილად. ამიტომ მოგიწოდეთ, რომ ელაპარაკოთ სტუდენტებს, ელაპარაკოთ სოციალური ქსელების მეშვეობით, ელაპარაკოთ აუდიტორიებში. ნუ ფიქრობთ, რომ არაა აკადემიურ სივრცეში პოლიტიკის ადგილი. დამიჯერეთ, პოლიტიკა აუდიტორიებში შეაღწევს და თქვენ მან გაყარიქნებით მაგ დროს.